მოგესალმებათ სენაკის ხმა. მე კი მის წამყვანი ილია გვარამია გახლავართ. ჩვენ დღევანდელი თემა არის ფორმალური და არაფორმალური განათლება. ჩვენი გადაცემის სტუმარი კი გახლავთ ქალბატონი სოფიო ძაძამია ჟვანია. ჩვენი ცენტრის სენაკის სათემო განათლების ცენტრის ტრენერი ბუღალტერიის მიმართულებით. მოგესალმებით ქალბატონო სოფიო. მოგესალმებით. გადმოვალ პირველი შეკითხვით და მაინტერესებს რატომ ბუღალტერია. ვინაიდან და რადგანაც შრომის ბაზარზე ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესია ბუღალტერია, თან ისეთი სპეციალობაა, რომელიც სჭირდება როგორც კერძო საწარმოს, ასევე საჯარო სტრუქტურას. ამის გამო ბუღალტერია არის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალობა ჩემი აზრით. რითი განსხვავდება ფორმალური და არაფორმალური განათლება? მე აღვნიშნე, რომ თქვენ პროფესიულ სასწავლებელშიც ასწავლეთ სტუდენტებს და არასამთავრობო ორგანიზაციაშიც გყავთ თქვენი ბენეფიციარები. რა განსხვავებებია ამაზე რომ ვისაუბროთ? დიახ, პროფესიულ სასწავლებელში პირველი რაც განსხვავება არის, ეს არის ვადა, რას ნიშნავს ვადა, პროფესიულ სასწავლებელში ბუღალტერიის სრული კურსი რო გაიარო არის 18 თვიანი, ხოლო რაც შეეხება სათემო განათლების ცენტრს, აქ არის მოკლევადიანი 3 თვიანი კურსები, რომლებიც უშუალოდ მიმართულია იმ ადამიანებისათვის, ვინც არიან დასაქმებულები კერძოდ მცირე ან მიკრო მეწარმის სტატუსით. როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელ პირობებში ძალიან რთულია სამსახურის შოვნა, შესაბამისად ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული და მოსახლეობას თუნდაც აქ რო ავიღოთ ამ დასახლებაში, აქვთ პატარა მცირე მაღაზიები გახსნილი და დარეგისტრირებულები არიან როგორც მცირე ან მიკრო მეწარმეები. შესაბამისად, ბუღალტერია რო აწარმოონ, ამისათვის სჭირდებათ მას კადრის მოძებნა, რაც თავისთავად გარკვეულ თანხებთანაა, შრომის ანაზღაურება ელემენტარულად უნდა გადაუხადონ და ამისათვის ეს კურსი, რომელიც სათემო განათლების ცენტრში გადიან 3 თვიან კურსს, უშუალოდ მორგებულია ასეთ ადამიანებზე, ვინაიდან და რადგანაც თავიანთ საქმიანობისათვის აქ მიღებული ცოდნით არ სჭირდებათ ზედმეტი თანხის გადახდა, აყვანა კადრის ბუღალტერიის კურსით, თვითონ აწარმოებენ საბუღალტრო ფინანსურ ანგარიშგებას. თქვენ სწავლების ვადებს გავუსვით ხაზზე, პროფესიულ სასწავლებელში თქვით, რომ 18 თვიანია, ხოლო ცენტრის შემთხვევაში 3 თვიანი და მაინტერესებს ეს ვადები ხარისხზე რამდენად მოქმედებს და რამდენად არის დამოკიდებული. რას ურჩევთ სტუდენტს, რომ უფრო დიდხნიანი და დიდ ვადებში მიიღოს განათლება, თუ საკმარისია 3 თვიანი კურსის გავლაც? ძალიან კარგი შეკითხვა, გააჩნია ბენეფიციარს რას აპირებს მომავალში, შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნე, პროფესიულ სასწავლებელში გადიან მთლიანად მოდულური სისტემით მთლიან კურსს, ხოლო სათემო განათლების ცენტრში არის კონკრეტულად ის, რაც სჭირდებათ. თუმცა ხარისხ რაც შეეხება, არც ერთ შემთხვევაში ხარისხი დაბალი ნამდვილად არ არის, პირიქით პრაქტიკულზეა ორიენტირებული ორივე და შესაბამისად დროის სიმცირის გამო ეს არ მოქმედებს მათ ცოდნაზე. რადგანაც თვითონ მაღაზიების მფლობელები თვითონ, როგორც უკვე აღვნიშნე, აწარმოებენ ბუღალტრულ გატარებებს, იქნება თუ ფინანსურ ანგარიშგებას და შესაბამისად უშუალოდ მათზე მორგებულად არის ეს პროგრამა სენაკის სათემო განათლების ცენტრში მორგებული. დამატებით ვიტყვი იმასაც, რომ დროის საკითხიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. 3 თვეში მათ შეუძლიათ ისეთი ცოდნა მიიღო, რომ თავისუფლად აწარმოონ თავიანთ ბიზნეს საქმიანობაში ბუღალტრული ფინანსური ანგარიშგება. თან აღვნიშნავ იმასაც, რომ აქ სენაკის სათემო განათლების ცენტრში ბენეფიციარს უწყობთ ხელს იმ მიმართულებით, რომ დროის საკითხი დღის მეორე ნახევარი აწყობთ თუ დღის პირველი ნახევარი, მათზე მორგებულ გრაფიკით ხდება ტრენინგების ჩატარება. ვინ არიან თქვენი ბენეფიციარები?
ჩვენი ბენეფიციარები ძირითადად არიან აქაური დასახლების ცხოვრებლები, შესაბამისად, გარდა ამ დასახლებისა არიან ქალაქიდანაც მოდიან, ვისაც უშუალოდ სჭირდება თავიანთი უფრო მეტწილად თავიანთი საქმიანობისათვის. განსხვავებული პროფესიის მქონე ადამიანები მოკლედ. და რას თავაზობთ ბენეფიციარებს იმის გარდა, რაც წეგან ახსენეთ, რომ ხელს უწყობთ ისეთ დროს მობრძანდნენ და გაიარონ ტრენინგები და გაკვეთილები, როცა მათთვის არის ხელსაყრელი. ამის გარდა თუ გაქვთ რაიმე კიდე განსხვავებული სერვისები ან მიდგომები, რასაც თავაზობთ თქვენს ბენეფიციარებს. უშუალოდ ბენეფიციარებისთვის პირველი და უმნიშვნელოვანესი ეს არის, რომ პრაქტიკულად აკეთებენ ისინი სხვადასხვა ფინანსურ ბუღალტრულ გატარებებს, კერძოდ ეს იქნება დეკლარაციის გადაგზავნა ინდივიდუალურად ზიან ცალკე კომპიუტერებთან და თვითონ ახორციელებენ ამა თუ იმ ფინანსურ ანგარიშგებას, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და ყველაზე მთავარი, ბენეფიციარისთვის ეს არის გარემო. თუ გარემო არ უწყობს ხელს, შესაბამისად ბენეფიციარი მეორეჯერ არც მოვა ალბათ დამეთანხმებით და ჩვენი სათემო განათლების ცენტრში ისეთი თბილი გარემოა და ისეთი პოზიტივით არის უყოლა განწყობილი, ალბათ დამეთანხმებით, რომ ვინც კი პირველად შემოაბიჯებს ფეხს ამ ცენტრში, აუცილებლად მეორეჯერაც მოვა. ყველად არ დაურქმევია ბენეფიციარებს ჩვენი თემისთვის თბილი ქოხი. აქ რომ იკითხოს ვინმე სენაკის სათემო განათლების ცენტრი, შეიძლება არც თქვან და თბილ ქოხს როგორც კი ახსენებენ, შესაბამისად ყველა მიცის რომ ჩვენ ცენტრზეა საუბარი. კი ბატონო, რამდენად პოპულარულია ბუღალტერია და ამ შეკითხვით უკვე შევაჯამოთ ჩვენ დღევანდელი შეხვედრა. როგორც უკვე აღვნიშნე, ერთ-ერთი მოთხოვნადი სპეციალობაა. არა აქვს მნიშვნელობა ეს მცირე საწარმო იქნება თუ დიდი საწარმო, კერძო იქნება თუ საჯარო სტრუქტურაში იქნება, ნებისმიერ ორგანიზაციას სჭირდება ბუღალტერიის წარმოება. ამიტომ ბუღალტერია ჩემი აზრით ერთ-ერთი წამყვანი სპეციალობაა და მოთხოვნადი. კი ბატონო. და ალბათ თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, ესე ცალკე ინდივიდებსაც აქვთ ამის შესწავლის სურვილი, იქიდან გამომდინარე, რომ ვიღაცას უნდა რაიმე სახის ბიზნესის დაწყება და არ უნდა თანხების გაწერა სხვა ადამიანზე. უნდა რომ ეს უნარები გამოიმუშაოს თვითონ, ჰქონდეს ბიზნესი და ამ მიმართულებითაც დასაქმდეს თვითონ. ეს მოთხოვნა და სიტუაცია რამდენად ხშირია თქვენ შემთხვევაში? ხშირ შემთხვევაში ბენეფიციარი ნამდვილად ამ მიმართულებით მოგმართავს, რომ თვითონ უნდა წამოწყება რაღაცა პატარა მცირე ბიზნესის, სხვათა შორის არც თუ ისე მცირერიცხოვანი ბენეფიციარების ჯგუფი გვაქვს, რომელიც უკვე დასაქმებულია აქ მიღებული ცოდნით და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ეს არის მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ბოლოს შეკითხვით გადმოვალ თქვენთან და მაინტერესებს, რას უსურვებთ თქვენს ბენეფიციარებსა და სტუდენტებს. ბენეფიციარებს და სტუდენტებს უსურვებ წინსვლას და წარმატებას. ვეტყოდი იმას, რომ არ უნდა გაჩერდნენ და არ უნდა დანებდნენ, სულ წინ იარონ, არ შეუშინდნენ ახალ ინოვაციებს, თავიანთი ადგილი იპოვონ საზოგადოებაში. კიდევ ერთხელ მადლობას გეტყვი სოფიო მობრძანებისთვის, ასე თუ ისე საინტერესო თემები მიმოვიხილეთ და გისურვებთ წარმატებებს. უღრმესი მადლობა თქვენს მოწვევისათვის და თქვენს ასევე წარმატებებს გისურვებთ.